Salmevit მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში გვაქვს სიახლე. Როგორც ხედავთ, აი ამ დედალმა გამგვიყვანა აი ესეთი 4 ცალი პატარა ბაჭია. Ერთ ცალი ყავს თეთრი, დანარჩენი ესე წითელი ნაცრისფერი ერევა ერთმანეთში. Ამ დედლის არის მესამე დაყრა. პირველ დაყრაზე გააჩინა 9 ცალი. სამწუხაროდ ყველა კატამ შემიჭამა. მეორე დაყრის ამ ყავს ამისი 2 ცალი ბაჭია. და ესენი არის მესამე დაყრა. ძალიან კარგი დედა არის, აკეთებს თავის საქმეს, ძალიან ადვილად ჯვარდება, ძალიან კარგად ზრდის თავის ბაჭიებს. ამ ბაჭიების მამა არის ეს ბოხორა მამალი. სამივე იმ დედლის სამივე პარტია არის ამ მამლის შვილები. ძალიან კარგი მუშა მამალი არის და ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს. აი ამის და იმ ნაცრისფერი დედლის შვილი არის ეს მეორე დაყრა და აი ეს ნაცრისფერი ბაჭია. ხოლო ეს წითელი არის აი ამ დედლის შვილი. როგორც ამ დედალსაც ყავს ბაჭიები, აი ესენი 10 ცალი არიან 15 ან 16 დღისები, ზუსტად აღარ მახსოვს. ესეც თავის ძალიან კარგი მუშა დედალი არის, თავის საქმეს კარგად აკეთებს, ძალიან კარგად ყრის და ძალიან კარგად ზრდის თავის ბაჭიებს. აი ესეთები, როგორც იცით, არიან 5 შავი, 4 წითელი და 1 ცალი ნაცრისფერი. როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, აი ეს თეთრი მამალი იყიდება. ღირს 40 ლარი. თავის ჯიშში არის ერთ-ერთი საუკეთესო მამალი. თავის საქმეს აკეთებს კარგად და კაი საჯიში მამალი არის, ვისაც გსურთ შემეხმიანთ ღირს 40 ლარი. ეს მამალი არის მოჩხუბრის და ჩვეულებრივის ნაჯვარი, მაგრამ უმეტესობა არის მოჩხუბრისკენ წასული. აი ეს პატარა წიწილები, აი ეს დედლები. აი ამ ადგილას ყავდა დაყრილი იმ ნაცრისფერ დედალს და გუშინ გამოვიყვან. აი ეს პატარა წიწილები არიან სადღაც 1 კვირამდე. ძალიან კარგები არიან, საყვარლები. აი ეს ჭრელი მოჩხუბარს ყავს 4 ცალი და 4-ვე ძალიან კარგად ზრდის. უკვე თავის დანებების პროცესში არის სადღაც. აი ესენი. აი ეს დედლები. ამათი კვერცხიც ჩაეშვება ცოტა ხანში გაყიდვაში, მაგრამ ეხლა ცოტა გაჭედილში ვართ, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ იქნება აუცილებლად და გაიყიდება მაგათი კვერცხებიც. როგორც იცით, ამათ ვაჭმევთ აი სიმინდს, გრანულს, აქვთ ყოველთვის სუფთა წყალი და ესე კომფორტში არიან. ამ ქათმებსაც, რასაც კუკლებს ვაჭმევთ ქერს, ხორბალს და სიმინდს. ამათ არანაირი ვიტამინები და დამნამატებით არ ყიდავთ, ასე რომ ვთქვათ. არიან ბალახზე გაზრდილები. გაუშვებთ ხოლმე. ეს ძაღლი. სხვათა შორის ამ ძაღლს აქვს ძალიან ცუდი ჩვევა. პატარა ბაჭიას ან წიწილას რაღაცას რო დაინახავს, კლავს, ანუ არ ჭამს, კლავს. და არ ვიცი რატო. მაგრამ მაინც კარგი ძაღლი არის, იცავს აქაურობას. წლები.